რაც დროებით ისინი პროგრამწავები დასაგები აზერბაიჯანული მოსახლეობის ახალგაზრდების განსაკუთრებით ინტეგრაციის საზოგადოების საქართველოს საზოგადოებაში ეს განსაკუთრებით პასუხისმგებელი ინოვატორების შესაძლებლობა ეჩერება ფებრუარის ინფორმაცია ეჩერება სენსიტივი დასაგები ქართული მდგომარეობის საკითხი აზერბაიჯანის დიასპორაში აზერბაიჯანის მოსახლეობაში ასევე რასაკუთრებია ისეთი წარსულები რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ნაკლებობებს. ეს არის დიპლომატიური სიკვდილის შეფერება ჩვენი სოციალურ აზერბაიჯანის რაკობები ასეთ აქტიობას ამჟღავნებს საქართველოს სახელმწიფოების შემოვლობაში ის სამართლია ეს აქტივობა πρέπει შეეწყოს ამ ტენდენციას რაც ძალიან აქტიურად ბოლო დროს გამოვიდა აზერბაიჯანის მოსახლეობაში. ეხლა მე ვაფიქრებს მოვალ რეგიონები კვარტისერო რეგიონებში მსვლა ეს ხალხთან შეხვედრა ხალხის სასწის გაგება თანახმოვდება ადგილობრივი არჩევნები და დავიხმაროთ ფერი დავაბეთო არჩევნებში აქტიური მონაწილეობა იყოს ხალხმა. ეს პროგრამაში განახლება ინტეგრაცია ის საკუთრებული დაშორების და ასე პრობლემების ასებული პრობლემების მოხსნა პირველ რიგში ეს ეხება სოციალური ეკონომიკას და რასაც ყველაფერს თავდაპირველი არის იმის ბარიერი იმის პრობლემა დაახლოებას ეხება ეს ჩვენ შეხვედრა მეორე თემა და ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის ნარკომანიის პრობლემა ძალიან სამწუხაროა ნარკომანიის თემაში შემთხვევაში უბრალოდ აზერბაიჯანის სოფლებთან კავშირშია და ჩემი აზერბაიჯანის რესპუბლიკაზე განიცდიან ეს ასოცირება წამლის გაფრთხილება და აზერბაიჯანის სოფლებთან თემის ერთხელ და სამუდამოდ ძალიან მაღალ დონეზე ხმამაღლა განზრახება საჭირო და ამ პროცესის ერთიანად რეგულარულად ამოფრა მოსპობა ეს არის ის ყველა მნიშვნელოვანი და მესამე ჩვენ ვთქვით რომ ბევრი გამოწვევა ეს და სოციალური და ეკონომიკური თვითმმართველობის არჩევნებია ეს ინფორმირებულობა რაცა პროფესიული ინფორმაციის მიღება რომელიც უჭირს აზერბაიჯანულ სოფლებს მოსახლეობას და არჩევის ახალგაზრდებს აი ამ თემატიკაზე იქნება საუბარი რომ როგორ დავაახლოთ თქვათ ეს პროცესი და როგორ დავხატოთ უფრო მოქნილიც, მძივლიც, გამარტივებულიც, მეგობრულიც და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. მოგესალმებით, გასაგებობებო. სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია მონაწილეები ძირფასო მეგობრებო. რამდენიმე წინ ახალგაზრდა სტუდენტი აიჭას ამ მედოვადას კიდე სხვა ადგილას სამი ახალგაზრდა ინარე ყვაში დაირჩა და მათი სტუდენტის პარიცემის ნიშნა სოციალური ეკონომიკა დაიწყო ეროვნული ბარიერი როგორც ძირითადი პრობლემა საზოგადოების და თემატური ინტეგრაციისთვის. მეორე ნარკომანიის როგორც უმძიმესი გამოძიება და მისი სამწუხაროდ მჭიდრო კავშირი ეთნიკური აზერბაიჯანის სოფლებში. ადგილობრივი არჩევნები და მესამე ქვეყნის წინაშე არსებული სხვა მნიშვნელოვანი გამოძიებები. კონფერენციის წესრიგი გამოსვლები პირველი ბატონ მამუკ არიშიძე ექსპერტი კავკასიის საკითხებში რეგიონული კვლევის ცენტრის დირექტორი. მეორე მოჩა პოპულაშვილი ეკონომიკის დოქტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტი.
მესამე გზაშია მოდის ბატონო გაზაფხარ მამედოვი სოფიო კალაპოტაკის ორგანიზაციის წარმომადგენელი თავმჯდომარე საქართველოში მეოთხე ბატონო ერექე შონია ულევანი საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი depute Adilaliyevi Stoikos Politkosi არასამთავრობო ორგანიზაცია არანარკომანის დირექტორი რეგლამენტი მეგობრება ატიტუტი კონფერენციის მონაწილეებს საასობიერად და საშუალებებს დაუსვან კითხვები გამოსცემებს და გამოუქვან თავისი აზრი. სიყვარულება ბატონ მამუკა არიშიძეს. მოგესალმებით. Pentru ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და ეს არის ციკლური ღონისძიება, ეს არ არის პირველი ღონისძიება, მეორეა და მე მგონია უნდა გავხსენო. ის რომ აზერბაიჯანის საზოგადოებაში საქართველოს ყოველდღე აზერბაიჯანის საზოგადოებაში არის ძალიან დიდი სურვილი და ექვარი სწორი პრეტენზიაც იმის თავაზე რომ მეტად უნდა იყოს ინტეგრაციის პროცესი დაჩქარებული. რომ აზერბაიჯანთან ახალგაზრდა საშუალება ჰქონდათ მათთვის მიიღოს შესაბამისი განათლება რომ დასაქმდნენ რომ მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება კარიერული წინსვლის და ეს არის მისაღები აბსოლუტურად სწორი. გარდა ამისა მე ვთვლი რომ იმ სათქმელსაც არის ლაპარაკო რომელზეც ეხლა ახსენა ბატონმა ხაზიევმა ეს არის არგუმენტიზაცია ეს არის სოციალური პრობლემები რეგიონში და ეს არის თემები, რომელიც დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ ინტერესებთან, ბუნებრივი ესეცაა. რაც შეეხება ამ საკითხს მე არ ჩაურმავდები ცალსახი განხილვას არ დავიწყო, მაგრამ მე თამას ვიტყოდი რომ უბრალოდ სახელმწიფო პოლიტიკა ბევრად უნდა დახოცილი იყოს ინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით და ახალგაზრდების ჩართულობის თვალსაზრისით სახელმწიფო ცხოვრებაში. შეიძლება მე ხა ცოტა ზოგადად რომ მოგამოს, მაგრამ გასაგები უნდა იყოს მე რასაც პოპულიზმო ჩართულობას მოსაგულისმო იმისათვის რომ ის პრობლემები თუნდაც ერთი რომელზეც აქ ლაპარაკი ეს არის ნარკომანია მოიწოს ამისთვის საჭიროა ერთიანი მიდგომა საქართველოს ყველა მოქალაქის საქართველოს იქნება აზერბაიჯანი. ეს ამ ერთიანი მიდგომის სერიოზული დეფიციტია საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ პარალელურ სამყაროს ქვეყნის მოქალაქეების ერთი ნაწილი სხვა სამყაროში ცხოვრობს. იქნება ეს ენის დეფიციტის გამო, იქნება იმის გამო, რომ შესაბამისი ასე ვთქვათ სტრუქტურები არასწორად მუშაობენ. ეს არასწორად მუშაობის სტრუქტურებში იგულისხმება თითქმის ყველა დონე. იმიტომ რომ არ არის აბსოლუტურად იმიტომ არ არის სწორი პოლიტიკური აქცენტები გაკეთებული მე ესე მგონია. მიუხედავად იმისა, რომ ლეონელმა ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ შესაბამისი გარემო შექმნილიყო, მაინც თვლი რომ იგი ჩინოვნიკების და არასრულებს იმ დავალებას, რომელიც მათ აქვს პოლიტიკას დასახვეწია. საბოლოო ჯამში ჩემი დიდი სურვილია, რომ ვითარება პეტროჩელის ცხოვრება. იმისათვის, რომ სახელმწიფო შეიქმნას, გაგრძელდეს აღშენების პროცესი და ბოლოს მიიღოს ძლიერი წელში გამართული სახელმწიფო ამისთვის საჭიროა ყველა მისი მოქალაქე ორიენტირებული იყოს სამსახურში. აზერბაიჯანი ევროპის რესპუბლიკა არის მეორე ერია საქართველოში ამ საჭიროა რადგან ეს მეორე ერია და თქვენ მეორე ერია აზერბაიჯანი საჭიროა ბევრად უფრო მეტად მოусმინოს სახელმწიფო ამ ხალხს გაითვალისწინოს მათი საფრთხე და შემდეგ უკვე მოთხოვოს თავის სამოქალაქო მოვალეობის შესრულება. იქნება ეს პრობლემების მოგვარება, იქნება საერთო სახელმწიფო საქმე, იქნება ასე ვთქვათ ეს პრობლემა, რომელსაც იქნება საუბარი ნარკომანიის თუ სხვა. რაც მეც გასცემს სახელმწიფო მეტი პრეტენზია იქნება მოთხოვნის თვალსაზრისით იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩვენ ხავთ. ისეცება დარბაზში არის უმრავლესობა. ასე ისია, ჩემი მიდგომა ასეთია. საქართველოს სახელმწიფო შედგება სხვადასხვა ერისგან. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერია აზერბაიჯანი. სწორედ აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მიდგომა საჭირო ამ საკითხის მიმართ, რასაც ქვია ეროვნული გადაწყვეტილება, რასაც ქვია სახელმწიფო ინტეგრაციის პროცესი,
რასაც ქვია სახელმწიფოს შეერთებების პროცესი. მეგონი გასაგებია რა ბოლოს. Pure daesera c'è stato un altro di altri del Hamas mi stava dicendo che lo parallelo di Safara, lo management anarso di Safara, un da guarda il che è Safara, mi sa che sto scegliendo con le scelte che risarci. Hai stato. მოგესალმებით ყველას. პრინციპში არის საშუალება რომ ჩვენ ვისაუბროთ ამ საკითხებზე, რაც ახალი წარმოჩენილი ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა რომ იმ განსაკუთრებით შევჩერდეთ მესამე საკითხზე, რომელიც ეხება ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ განვითარებას, თვითმმართველობის არჩევნებს და ასე შემდეგ. აქ იმ კონკრეტულ პირველი შეხვედრა ჩვენ გავმართეთ და იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, დისკუსია სამწუხაროდ ის დარბაზი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, გვარი მაგიდა და ყველა უფრო კონტაქტში ვიყავით, აღვარდით ჩვენ მათ ფორმას აუცილებლად. ეს ეხებოდა პირველ რიგში მე ინტეგრაციას, ამინობრივი ბარიერის მოხსნას და მე მუშაობას ქართულის ცოდნასთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება მეორე თემას, ესე ძალიან ტკივნეულია, ამასაც მოკლედ ვიტყვი და ცოტა დისტანს გავაგზავნებ ეს საუბარს ეკონომიკურ საკითხებზე. მეორე საკითხი ნახონია, მე ბატონ ფაზელს ვუთხარი ამასთანავე, რომ ეს იმდენად მძიმე თემა კლიანად საზოგადოებისთვის და როდესაც ეს მძიმე თემა ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის მე იკვეთება ისეთი ცუდი კონტექსტით, რომ ყველა ბევრი აზერბაიჯანული სოფელი არის პირდაპირ კავშირში აი ამ ასე ვთქვათ წამლის გაგიგვასთან და აი ამ ბოროტებასთან, ეს ძალიან მძიმეა და ბევრი გვაქვს ჩვენ ნაფიქრი, რომ როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ძალიან ბევრი არ ყოფილი მიცნობს მე რომ ბოლნისში, მადლეულში ზოგადად ქვემოქართში მუშაობდი და გამოგიტყდებით რომ თბილისში ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი ჩემზე კარგად ნაკლებად თუ არა ეკვება აზერბაიჯანულ სოფლებში გარშემო. ფონიჩებიდან დაწყებული დმანისი სოფლები დამთავრებული მადლეული ბოლნისი, ყიზილაჭმოზე პირაფიცია, კასუნო, რატო? იმიტომ რომ იქ არის რაღაცა ეს წერტილები, სადაც ხდება ხოლმე ამ წამლის გასაღება. ამიტომ ფაზი ძალიან აქტიურად მუშაობს ფონიჩალაში და მე ვთვლი რომ ეს ასე ვთქვათ დროშა უნდა იყოს ძალიან მაღლა ატანილი, რომ არასოდეს აღარ იყოს დაკავშირებული ნარკომანია წამლის გაკიდვა აი ასე ვთქვათ აზერბაიჯანის სოფელთან. ეს ჩვენ ამას ჩვენ დავიწყეთ როგორც საჭიროა იმ პრინციპებს ასე ვთქვათ გავაჟღერებთ, ვითანშრომლებთ, ვისანაც საჭიროა და როგორც საჭიროა და იმენელად გვინდა რომ ეს სიმბახინჯე მოკლედ იყოს დავიწყებული ქართული საზოგადოებისთვის. ეს კიდევ რაღაც დამატებითი ძალიან ცუდი მომენტია, როცა ასოცირდება ის, რომ ქართული ახალგაზრდა გადის ოჯახიდან და მიდის მანდეულის ზოგადად სოფელში კილომეტრ ყიზილაჭმოში წამლის ასაღება და იწამლავს თავს. ამიტომ ეს თემა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, ფაზილი დიდი ხანია ამაზე ბრძოლობს, შრომობს, ორგანიზაცია შექმნა, რომ ამას ჩვენ დაუბრუნდეთ. ეხლა რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს და გამოწვევებს. რანაირადაც არ უნდა მოხდეს, პირადად მე ვარ განსაკუთრებული გულშემატკივარი ქვემო ქართლის. რატომ ვთქვათ, მათ ჩემი წინაპრები დღევანდელი გარდაბნის რაიონის ასე ვთქვათ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მე მოგეწია ბოლნისში მუშაობა, მადლეულში მუშაობა, ზოგადად ქვემო ქართლის საკითხების დათვლილება. ამიტომ თუ რამე არ მომწონს ან არ სიამოვნებს ჩვენს ქვეყანაში გარკვეული პროგრამული განვითარებასაც ეკონომიკას ეხება განსაკუთრებულად განვიცდი, რომ ქვემო ქართლი ამ ნაწილში უდიდესი შესაძლებლობების და პოტენციალის მქონე არის რეალურად აი ამ პროცესში ერთ-ერთი მაჩანჩალა. რო არის დიდი პროგრამული თემებიც ამ პროგრამულ საკითხებშიც ქვემო ქართლი ყოველთვის არის ხოლმე ერთ-ერთი რაღაცა ესე ბოლოში. არა ინფორმირებულობის თუ კიდევ რაღაცა ბევრი სხვა მომენტის გამო ეს ყველაფერი არის რეალობა. ეხლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაზეც შეიძლება ვაპერირებთ და რაც არის სამუშაო პროცესი, რომ გაცილებით მეტი იყოს სიახლოვე, გაცილებით მოიხსნას ესე სწრაფად მოიხსნას ეს ბარიერები, წამოვიდა ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მეცხოველებენ
დღეს მაგალითად ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც თავის მე დიდი ხანია ურთიერთობა მაქვს, აღმოაჩინა, რომ ბოლო პერიოდში გამხდარა საკრებულოს მანდეულში საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე აზერბაიჯანელი დღეს ღონისძიება რუსთავში და ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი იქით არიან იმ ღონისძიებაზე პირველ საათზე დაიწყო და ჰქონდათ ესე ვთქვათ იმედი რომ მოჩებოდა მაგრამ გრძელდება ეს ყველაფერი და გვესწრება მაგრამ ეს თქმა მინდა ესე იგი მანდეულის გამგეობაში ქართულად მოლაპარაკე აზერბაიჯანელი ახალგაზრდები უკვე ჩართული არიან ამ პროცესში. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბევრს ახსოვს ახლა მანდეულში, ბოლოში არა, მაგრამ მანდეულში ხშირ შემთხვევაში კერა ალბათ ყოველთვის ხშირ შემთხვევასაც ვთქვი, მე ქართლის ვატარებდი რუსულად, იმიტომ რომ იყო ძალიან დიდი ბარიერი ეს როგორც ჩემთაობაში და მაშინ თუ ახალგაზრდობაშიც ისინიოები კიდევ შეცილო თაობაში. ეს რეალობა ნელ-ნელა იცვლება და ეს ძალიან კარგია. და რაც შეეხება აი ამ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს ჩვენ ვამუშავებთ მიზნობრივ პროგრამებს და ეხლა მე ბატონი მამუკა შეუძლეთ ერთ-ერთ პარლამენტის დეპუტატს ძალიან ცნობილ ადამიანს ლუის ჭიჭინაძეს, რომელიც ცდილობს რომ იმერეთში მოხდეს განხილული პროგრამების ინიციირება. ამ სიტუაციაში მე მინდა რომ მეც და კიდევ თქვათ ის ადამიანები, ვინც გულშემატკივრობენ ქვემო ხაზს, ქართლის სიტუაცია გავააქტიუროთ და გავაძლიეროთ. რას ნიშნავს ეს პროგრამები? თუ დღეს ცენტრიდან იწერება პროგრამები და მე ამ პროცესის მონაწილე ვარ, იმიტომ რომ როგორც მინისტრის მოადგილე, ცენტრიდან ხელმძღვანელობდი ამას. განვეგე მომავალი და ესეთი ტიპის პროგრამები, ეხლა მოდის პერიოდი, როდესაც ინიციატივა უნდა წარმოვიდეს ადგილებიდან. ამას ქვია ევროპული ესე ვთქვათ მოდელი, ინიციატივა ქვემოდან ზემოთ, არა მარტო ევროპული, მიღებულია ამერიკაშიც, იაპონიაშიც და ყველგან. ეს შესაძლებლობა გაიხსნება. იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი შესაძლებლობა გაიხსნება, ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის, რაც შეიძლება მეტი ადამიანის აქტიური პოზიცია. ძალიან შეხვედრა ვახსენებ, ხო, ჩვენი მოლაპარაკები პირველი ეტაპზე იქნება შეხვედრა იმერეთში გუბერნატორთან, შემდეგ მინისტრთან, ის იმერეთის რეგიონში არის გარკვეული კვლევა ჩატარებული, ეს კვლევა ეხება ეგრეთ წოდებულ ჭკვიან სპეციალიზაციას, აი რომელი დარგი და რომელი მიმართულება უნდა განვითარდეს და რა მოიპოვებს კონკურენტულ უპირატესობას, მაგრამ მთელ საქართველოში თუ გურიაში აქტიურობა სამეგრელოსა აქვს, კახეთშია ძალიან ბევრი, თუ ყველგან არის ეს აქტიურობა, მე მინდა რომ ჩვენ გავხდეთ ერთ-ერთი ესე ვთქვათ ჟარგონს ვიხმართ პარალელზეთი ამ პროცესის, რომ ქვემო ქართლიც ეს ყველაფერი მოიგონოს. სამწუხაროდ ქვემო ქართლის ხელმძღვანელები ბოლო პერიოდში ხო ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. იყო გარკვეული მომენტი, როდესაც უნდა ყოფილიყავი იმ რეგიონში და რამოდენიმე წელი დისტანციურად სხვადასხვა ტელევიზიები იწევდნენ ჩემთან ინტერვიუს როგორც რეგიონის ხელმძღვანელს, მაგრამ არ მაგისეს ესე ვთქვათ აღიარება და დანიშვნა, თუმცა ძალიან დიდი წარმატებით ინიშნებიან ძალოვანი სტრუქტურები. არაფერი შეიძლება საწინააღმდეგო არ იყოს, მაგრამ ეს ძალოვანი სტრუქტურები აი ამ სპეციფიკაში ვერ ერთვებიან. ამ დროს ამას ჭირდება ძალიან სერიოზული ცოდნა, ძალიან სერიოზული სიურვეები. ჩვენ იმის გარდა რომ საუბრობთ ინტეგრაციაზე, იმის გარდა რომ მივხედავთ აუცილებლად და ვიმუშავებთ ნარკომანიის მიმართულებით, ამის გარდა ჩემთვის პირადად ერთ-ერთი მთავარი ესე ვთქვათ ხაზი და მთავარი ღერძი მოქმედების იქნება ეკონომიკური პროგრამები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კულტურა. ამიტომ გქონდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია, ჩვენ შევქმნით გარკვეულ ესე ვთქვათ პლატფორმას, აუცილებლად შევეცდებით, რომ თუნდაც რეგიონების და მუნიციპალიტეტების დონეზე გქონდეს თანამშრომლობა, ეს პროცესი უნდა გავააქტიუროთ. ეს გარკვეულწილად პირდაპირ კავშირშია ინტეგრაციასთან და ადამიანებია 30 წლის წინ ვიხავი რეგიონში გამგებელი და დღესაც კომისიდან მიერეკავენ ხოლმე ჩემი აზერბაიჯანის მეგობრები და რაღაცებს მეკითხებიან, იმიტომ რომ ინფორმაციის მოპოვება მათთვის განსაკუთრებით ქართულად ჩემი თაობის ხალხისთვის აზერბაიჯანის უმეტესობა ძალიან რთულია.
ამიტომ ეს მიდგომა, ეს გავარკვევთ პლატფორმა, რომელსაც დღეს ფაზილი აქტიურად დავითარებს, აუცილებლად შექმნის აი ამ შესაძლებლობას, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით ვიმუშაოთ. დღეს თავი მიმართულება გამოიკვეთა სამი და ამიტომ ახსენე გაგრძელდება ამ მუშაობა. პირველი ეს არის ენობრივი ბარიერი, ინტეგრაცია, ურთიერთობა, მეტი სიახლოვე, მეტი გაცვლილი პროგრამები, მეტი გადასვლა სხვადასხვა რეგიონში ქვემოხარკიდან, სამეგრელოში თუ იმერეთიდან, აქედან ეს ფაზილს არის კარგად კონფიგურებული და იხვის ამას. ნარკომანიას უნდა მივხედოთ და ამაზეც ფაზილი კიდევ უფრო ჩაუყალიბდება, რაც შეეხება აი ეკონომიკური ტიპის პრობლემებს, აგრარულ თემატიკა, სოციალურ და ზოგადად თვითმმართველობის გაძლიერებას, აქ აქტიურად ვიმუშავებთ და ეს ვიტყვი კიდევ რომ მინდა დასაზრდელობა მიცოდეს. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენ უნდა მართოთ ქვეყანა ეგრეთ წოდებული სუბსიდიარობის პრინციპით. სუბსიდიარობის პრინციპი ნიშნავს უფლებების დელეგირებას. და ძირითადად, როგორც მსოფლიოში მიღებული ფორმა, ცენტრი თავის უფლებების დელეგირებას აკეთებს ადგილებს. აკეთებს იმიტომ, რომ ცენტრიდან ძალიან რთულია თქვათ იმ კონკრეტული ლოკაციის მართვა ან განვითარება. იმის გარდა, რაც ფუნქციონალურად არის ადგილობრივი თვითმმართველობის, კიდევ ცენტრი აძლევს ახალ ფუნქციებს, როგორც ეს ყველაფერი მიცეს და იქ ადგილზე იმუშავა, სხვა დონე ჭირდება, სხვა პროფესიონალიზმი ჭირდება, ამიტომ ჩვენი მოვალეობა არის, როგორც ქართველები, ისე აზერბაიჯანელები, იყვნენ ჩართულები, იყვნენ მომზადებულები და ადვილად დაუღოთ იმ პროგრამებს. იმიტომ რომ მარტივი გასაგებია, თქვა ეს წერეთელი და ოჯონიგიძის მაცხოვრებლები მაინდამაინც სადაფროსო დამიებიურავსო რაღაცა პროგრამა დაუწერო, სადაც დამიებიურავში დავწეროთ ეს თუ ის სპეციფიკა იმედიცია. აი ეს დღეს უკვე არის ესე თქვა ახალი გამოძახილი სტრატეგიას სოფლის მეურნეობისას ქვია არასოფლის მეურნეობის განვითარების, ქვია სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების. სოფლის ელემენტი ჩართულია. ეს ევროპული ტრენდია, ზოგადად მიღებული ტრენდია, რაც არის ტერიტორიის განვითარება ჩადებულია ახალ მოთხოვნებში. ვინც იაქტიურებს, ის იქნება წინ. მე აგიხსენებ, იმერეთში მე ხოვეთ და ჩართული ვარ, იმიტომ რომ იმერეთში გაკეთებულია კვლევები ტყიან სპეციალიზაციაზე. ქვემოხარჯში არაფერი არ არის გაკეთებული. ქვემოხარჯში რაც ასე ვთქვათ, ზოგადად გოჩამიცის ფაზელი თუ ვიღაცა მიცის, აი ეს არის ჩვენი წოდეს ის. ღრმა კვლევები, რაღაც მიზნობრივი მოქმედებები არაფერი არ არის. ამიტომ ამ ნაწილშიც ჩვენ მინდა რომ მომავალში იყოს აქტიურობა და მომავალში იყოს ბევრი გაკეთებული საქმე. სიტუაცია მოგესალმებით. ჩვენ ადამიანებზე ჩვენზე ყოველას მოქმედებს გარესან პარო. ადამიანზე ქვეყანასა შევეძლო დედამიწა რაკრიზის შეშული შეხედა სულია საგზეთი ტრიალები რომელზეც ზმანზე წასული ბოლსვაშ ლეტვა გადანაწილება მიწების გადანაწილება გავლენის სფეროების და აი ამ დროს როცა დიდი მოთამაშეები ერთმანეთს ეჯახებიან ამ დროს გასწორებული ცალკე ყოფი პატარ-პატარა საქართველოს სამშობლო ქვეყნები იყვნენ და უარმოხდა მათ შორის ძალიერება როგორც ჩინურ ქვეყანაში ასევე მათ შორის ურთიერთობა ჩვენ შემთხვევაში ეს არის სამხრეთ კავკასია ხო ჩვენ შორის ძლიერი ურთიერთობა აღდგა მაშინ აი აღებებულ მსოფლიოში ჩვენი როლი ჩვენი გრადობა და ეს ამიტომ ვინ შეიძლება დაამყაროს ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა თუ არა ჩვენთან გაზრდილმა აზერბაიჯანელებმა ან აზერბაიჯანში გაზრდილმა ქართველებმა ხო? ამიტომ ჩვენ გავზრდიებდებით ჩვენ ნახავთ ერთმანეთისთან არა მარტო როგორც საკომუნიკაციო ენაა არამედ თვითონ იმ სულს გავითავისეთ რომ ქვეყნებში ცხოვრობთ აი ამ სულს უფრო ადვილად ნახავთ ერთმანეთის საინტერესო თემებს და ერთმანეთთან დადგომით სახალხო დიპლომატია დავარქვათ ერთად ყოფნა დავარქვათ ზღვა დავარქვათ აი ამ თუ პერიოდსაც გადავაყურებთ და ჩვენთვის უფრო მომგებიან პირობებზე ვიქნებით თუნდაც არამედ
გადანაწილების დროს. გადანაწილების პერიოდის კრიზისის პერიოდის ხედავთ, რომ ჯერ არ ტარდება დედამიწაზე, კიდე რამდენი წელი გაგრძელდება და ამიტომ ჯანჯღარობს დედამიწაზე. აი ამ ზუსტად ამ დროს გვიდება ჩვენი მიგრირება, რომელიც იწყება ადამიანების ერთობიდან დამთავრებული გუნდა სოფლის მეურნეობით, რეგიონალური პრობლემებით. ამიტომ ჩვენთან გაზრდილიც არის, ჩვენთან შეზრდილიც არის ისტორიასაც და საერთოდ თქვენ აზერბაიჯანელები, რომლებიც ჩვენი მენტალობით ცხოვრობთ, თქვენი მენტალობით და ბევრად კიდე ერთმანეთთან სასწავლეთ. იმას ის შრომის მოყვარეობა, რომელიც თქვენ გაქვთ და ის მკვლეული წერტილები და კლიშეები, რაც ძალიან ბატონო აზერმა თუნდაც ნარკომანიის თემატიკა, რომ ფორინჯალაში რა გინდა, წამის აზრებად წახვედით გრადურად, ეს მე დასრულდეს. ეთნიკური ხასიათის თემატიკა და ტილვილი ეს არის ბანდიტიზმის და პრობლემებს თავისი სახელია და ამას არანაირი კავშირი არ აქვს არანაირ ეთნიკურ წარმოშობასთან და თუ რამე არის უნდა მაქსიმალურად გავიხსნათ ჩვენი საზოგადოება და გაიხსნათ რომ ჩაკეტის საზოგადოებაში ის ჩაკეტილი ცოდვაც უფრო არ ჩანს ხოლმე და გავიხსნათ ერთმანეთს იმეგობროთ ერთად დავსახოთ რაღაც პრობლემატიკა და ერთად გადავჭრათ ეს და თუ რაღაცა დასაცავი გვაქვს ერთმანეთში ხო დასაცავი ერთმანეთს ინტერესი არის და შეგულებმა გავაკეთოთ ეს ყველაფერი ერთად დიდი მადლობა ამ შეხვედრებისთვის, რომელსაც ესწრებით ჩვენ შეხვედრა ნელ-ნელა ძლიერდება ჩვენი ერთობა ბატონი ფაზები, ბატონი გოჩა, ბატონი მამუკა, ჩვენ ზარმოყოფი, ჩვენ მოსული ხალხი და აი ეს ნელ-ნელა დაიხვეწება, გაძლიერდება, უფრო და უფრო ჩაერთვებით ამ პროცესებში და მე ერთად უფრო მეც შევძლებთ და დღესდღეობით ეს პირველი ნაბიჯებია ძალიან ფაქიზი და ძალიან მადლობელები ვქენთ თუ შემდეგ შეხვედრებზეც პროგრამები კიდევ და კიდევ მოიმართებს თქვენი მადლობა. მე მინდა რამდენიმე დავილაპარაკოთ ნარკომანიის შესახებ. ინფორმაციის სახით მინდა ვთქვათ, რომ ფონიჯალაში ეს არის 1200 სანებადო ერთი სოფელი. ოჯახი თალკეო. 1200 პარტინარი, პარტინარი. მე მგონი ერთ მოსახლეზე რომ დათო სოფლის მიხედვით ლიდერი არ ოფიციალური აროების ინფორმაცია, ეს უფრო მედია მაგალითად რაოდენობა, ვიდრე ქალაქ ქუთაისში და ქალაქ რუსთავში. ერთად არის ასე და საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება სოციალური დახმარების სახით, ბატონო გოჩა, ეს ოჯახები 1200 ოჯახი, ასე ვთქვათ რა, საიდან არის ისინი, ოჯახი ადენენ დაახლოებით 1000 გარანტე სოციალდახმარება. ეს არის 1.200.000 ხალხი ვიწარდება მარტო სოციალური სახით დახმარება. ძალიან ბევრი ნარკომანიის ავადმყოფია ახალგაზრდები ფონჯალში და 500 მეტი. 30-მდე გადაცვლილი ახალგაზრდა ბავშვები 19-დან 30 წლამდე. ფონჯალა დღეს პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე მთელი მსოფლიოში. ეს არის გინესის რეკორდი. ეს საკითხული მაგალითად და ბევრი სახელმწიფოებია სადარი ნარკომანია გამოფარებული და არცად ვერ ვნახე მე ისეთი ინფორმაცია, რომ ერთი სოფლიდან 1200 რო იყოს ასე ვთქვათ პარტინარი და იმდენი ნარკომანი და პლუს ბევრი რამე. ნარკომანი, მარტო ნარკომანი არ არის, ეს ეთნოგრაფ არის საშიში ისე ვთქვათ ადამიანი, რომელიც შეიძლება ჩაიგებოს ნებისმიერ მომენტს დანაშაულს. მთელი სოფლიოში ესეთი ესე იგი პირველ ადგილზე ვარ ჩვენ. რაც ეს კანონებია მიგებული და ახალი კანონია კიდევ მიღებული, ეს არის არადეკვატური. ზოგიერთი კანონები ისეთია მიღებული ნარკომანის და ნარკოვაჭრების სასარგებლოდ არის ფაქტიკურად მიღებული. ფონიჯალაში დღევამდე რამდენი წელია უკვე 10 წელზე მეტია
ღიად გამოვდივარ, ვებრძვი ამ ნარკომანის და ამ ყველა უნამსოების წინააღმდეგ. რამდენიმე ჯერ ვიყავი შეხვედრებზე, დავწერე სახელმწიფო დონეზე ძალიან ბევრი ხალხს თანადიოდებს პირებს და ვთხოვე, რომ ვინდა ჩვენ შეხვედრა პონიჭალაში. ვინდა ჩვენ ძალაუფლების სტруქტურები, ჩვენი გამგებლი, ჩვენი ასე ვთქვათ დეპუტატების შეხვედრა, იგივე პოლიტიკოსების სხვა ხალხი. არ ვიცი რატომაც ჩვენ ხელისუფლებას არ უნდა ხალხთან შეხვედრა. და მე ვიყავი ერთი თანამდებობის პიტა შეხვედრაზე და ვიგითხე, რომ თქვენ როგორ მუშაობთ ამ ნარკომანის წინააღმდეგ. და მითხრა, რომ აგენტების შორით დაყვალება. მე ვთქვა, თქვენი აგენტები თვითონ არიან ნარკოპარონები და იმით ხელით განაცხადება ყველაფერი. ხოდა არ ვიცი, სხვა ისა არა მეთოდი არ არის. მე ვთქვა, ჩვენ პონიჭალელები ჯანსაღი მოაზროვნე ხალხი მოქალაქეები, უფრო კარგად ვიცით პონიჭალაში რა ხდება. ხოდა ვიდეო ვქო, არ შეიძლება რომ მოდის პონიჭალაში შეხვედრა მოუწოდოთ და ჩვენ არის ასაკალები, რელიგიის კუთხით, მასწავლებლები და სხვა ხალხი და დავილაპარაკოთ რატო არის ასე. ხოდა ძალიან რთული სიტუაცია არის, ჩვენ ვიცით რომ ეს ჩვენ სამშობლო საქართველოს პირველი რიგში პრობლემა დემოგრაფიული პრობლემა. თუ ვინმე ფიქრობს რომ ეს მარტო პონიჭალის პრობლემა, იმიტომ რომ თუ პონიჭალაში იგუბება 30 ახალგაზრდა, მთელი საქართველოს ფარგლებით ეს არის 30,000. ხოდა მარტო პონიჭალაში არ განადგურდება დღეს, განადგურდება მთელი საქართველო. იმიტომ ეს დემოგრაფიული პრობლემა ჩვენთან საქართველოში. ყველა უნდა იცოდეთ, ჩვენ ქართული მეგობრები, ჩვენ მების უნდა იცოდეთ, ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის. ეს ცოტა არ არის, პონიჭალაში რო იგრედება წელიწადში მინიმუმ 20 და 30 თონამდე ჰეროინი და სხვა პრეპარატები ნარკოტიკული, ხო? ეს არ არის როგორ ვთქვათ რა, ძალიან სერიოზული თემაა ეს. ხოდა მე მინდა ეს ინფორმაცია მივაწოდოთ ხელისუფლებას, ბატონო ბიძინას, ბატონო სულიერ ლიდერს, ვილა მეურეს, სხვა ინტელიგენციას უნდა მივაწოდოთ, რომ ძალიან საში სიტუაცია არის პონიჭალაში, იგივე გრძელდება უკვე დაიწყო გარდამის სოფლებში, ბარაჯალაში, გრძელაჭიროში, მარნიულის, იორნოვაროში, სადახოში და ვიგებთ ინფორმაცია, რომ უკვე ეს გეოგრაფია ფართოვდება. უფრო დიდი გეოგრაფიით უკვე დაიწყეს. და მე ძალიან ისეთი შეშფოთებული ვარ ამ სიტუაციით და რატო ჩვენ იმდენი იმდენი ინტელიგენცია, იმდენი სპორტსმენი, იმდენი ნორმალური ხალხი, მოაზროვნე ხალხი, რატო ჩუმად ზივარ და ვზივარ ვეროდებით, რომ ეს თეთრი სიკვდილი შემოვიდეს ჩვენ ოჯახებში. პონიჭალაში ისეთი სიტუაცია დღეს, რომ დედა მიდის პოლიციაში და ჩივის თავის შვილს რომ დაიჭირო, რომ არ მოგდეს შვილი. იმიტომ რომ ნარკომანი რო არის და ისიც რომ ასე გაგრძელდება იმ დოზით მიღება ამ ნარკოტიკები, ეს ნიშნავს, რომ ეს რამდენიმე თვეში დაიღუპება. რო ცოცხლად დარჩეს, ეს მიდის პოლიციაში ჩივის, რომ ბავშვი დაიჭირეთო, როგორმე ცოცხლად დარჩეს. რაც შეეხება ბატონო გოჩა, ქართული აზერბაიჯანი, როგორც ჩვენ საქართველოში ცხოვრობ აზერბაიჯანელებს და ქართველებს ურთიერთობაში, ხო? უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდი როლი თამაშობს ნარკოტიკი. იმიტომ რომ ქართველი კაცი თბილისელი რომ მიდის პონიჭალაში და ის იქიდან შეიძინა ისეთ ნარკოტიკი და ჩამოვიდა და რაღაცა თუ მოხდა, ან გადაიცვალა ბავშვმა, ან რაღაცა ჩაიდინა ისეთი დანაშაული, ან რაღაცა ისე რო იცია, რომ აიღეს აზერბაიჯანელიდან ეს ნარკოტიკი, ხო გიდა არ გიდა ეს მაგრად აფუჩებს ჩვენ ურთიერთობა, ჩვენ თუ ერთმანეთს ლაპარაკობთ დისკრიმინაცია იმაზე ინტეგრაციაზე, ხო ქართული საზოგადოებაში. აქედან პირიქით მიდის დიდი იმედი და რამდენიმე ჩვენ ვიყავთ მოწმენი, რომ ჩვენი ტელევიზიები ყოველდღე აკეთებენ განცხადება, რომ პონიჭალაში დაიჭირეს იმას. უნდა ვიცოდეთ, რომ ვინ დაიჭირეს, ისინი არიან ობოლი, უპატრონო ბავშვები და კილკერი, პატარა კილკერი რო არის ისეთები. ხოდა გვერდში დგანან აყულები და სიცილით უყურებენ ამ ყოლადებს რა.
მოდა იმიტომ ძალიან გთხოვ თქვენ ქართველებს ჩვენ მეგობრებსაც აქტიურად იყავით ჩართული ამ საქმეში დაიხმაროთ კიდევ ახლა იმიტომ რომ თბილისთან ახლო გეოგრაფიულად ფონიჭალა ხო კიდევ ახლა მადლობ ფონიჭალა კი არა განადგურებს მთელი საქართველოს ქართველებმა ეს უნდა იცოდეთ თუ ნახავთ დღეში რამდენი ქართველი შემოდის ფონიჭალაში ერთ დღეში 1000-ობით კაცი შემოდის 1000 კაცი რო შემოდის ესე იგი ეს მინიმუმ იქნება 5000 10000 კაცი უკვე ყოველდღიურად მიღებს დამები და მე მიდის უკვე ახალგაზრდების სიკვდილი და ასე შემდეგ მე ბოლოს კიდე მინდა უთხრათ რომ ეს ჩვენი ქვეყანა მე უკვე როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი როგორც თვითონ სპორტსმენი კაცი ხოდა მე ჩუმად ვერ ვიქნები ფონიჭალაში პევნი მეუბნებია რომ მარტო შენ კი არა ხარ რატო ლაპარაკობ ამ მე ვთქვი რომ თქვენ დღეს არიცით და ადრე მე რო დავიწყე საუბარი და ეს ბრძოლა პევნი ამბობდნენ რა შენი საქმეა ეხლა დედელი შენთან მოდიან სახში და დახმარება გქონდეს რამდენიმე რომ დამიხმარებო შვილი სახში ასეთი სიტუაცია ყველაზე ჩხუბია ის დანაშაულია რა ვიცი 1000 რაღაცა მე ვუთხარ 10 წლის წინ ხოლმე მე გითხარი თქვენ რომ ასე მოხდებოდა ჩვენ არ ვიცოდეთო იცით დევნე ნახე ცოტა ფული აქეთ იქით იქეს ეს კაი ბიზნესია რაღაცა ხოდა მე ნახე ეს ბიზნესი არა ეს რა ბომბა და ეხლა დაიწყო ნელა სახლებში ბომბების აფეთქება ბომბები რო აფეთქებიან ხო მე უკვე გაიგეს რომ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე და იმ ოჯახებში ჯერჯერობით სადაა აფეთქება ჯერ ბომბა ის ოჯახების უნდა იცოდნენ რომ თუ დღეს არა ხვალდაზე მაინც იგივე შესული იქნება მის ოჯახში ეს თეთრი სიკვდილი და იქაც აფეთქება სხვა ყველას ქართული მეგობრებს ინტელიგენცია ვინ არიან მინდა აქტიურად ეს იქნება ამ თემაზე ჩვენ ეს პირველი შეხედა და ლაპარაკი ამ თემაზე მე ვფიქრობ რომ ჩვენ აქტიურად დავიწყებთ ამ თემაზე საუბარი და ბრძოლა და თუ საჭირო იქნება უფრო ფაქტო მასშტაბიანი რაღაცებს გავაკეთებ სოფელში რომ ასე თქვა ვიცი რომ აქ დიდი თანხმობრივებს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებზე თუ დიდი საუბარი აქ $1 მილიარდზე მეტი საუბარი კიდევ 20 ტონა ჰეროინი დღევანდელი ფულით შავი ბაზარში ეს არის $1.5 2 მილიარდამდე თანხა ეს იმდენი თანხა რო არის და ძალიან ბევრი ინტერესებია ფონიჭალაში ძალიან ბევრი ხალხის ასე თქვა საქმეა ფონიჭალაში იმიტომ ურაყვებით არის ფონიჭალა იმიტომ ფონიჭალაში არაფერი არ გეცდება სპორტის ტონე არის როლი არაწერა საშუალება რომელიმე პატარა სპორტული ღონისძიებები რო ჩავატაროთ რაღაცა სპორტული ამ ბოქსის ამ ფეხბურთის ამ სხვა ჯილდოების სხვადასხვა ფორმების რაღაცა ისე ქრათ შექმნათ საერთოდ არაფერი არ აძლევს საშუალება ფაქტიკურად დღეს ფონიჭალა 30 წელზე მეტია რომ ფონიჭალაში არაფერი არ გეცდება ლაპარაკი არ არის ახალი სამუშაო ადგილებზე სოციალური სიტუაციაზე ინფრასტრუქტურაზე ფაქტიკურად არაფერი არ გეცდება იგივე არის მაგალითად აქ ჩვენ მეგობრები სოფელ დანაჭალალიდან იგივე სიტუაცია გზლაჭროში სადაკოში ჩვენ ყველაფერი ვიცით რომ ვიცით საიდან შემოდის ეს დიდი რაოდენობა ნარკოტიკი ვიცით დაახლოებით რომელი სოფლებიდან დაახლოებით ეს ვიცით რომ ლაპარაკობ ვინმესთან მეუბნებიან დაამტკიცებს მე როგორ დავამტკიცებ ამას თუ არ მაქვს მე ის ტექნიკური საშუალება და სხვა რაღაცები უბრალოდ ჩვენ შეიძლება ვუთხრათ თუ ხალხი გაიგებს რომ თავრობა დგას ხალხის გვერდში იმ შემთხვევაში ჩვენ მალე დავამთავრებთ კიდევ ბატონო ფონიჭალაში თუ დღეში გამოვა 2-3 პატრული ხო თუ იმუშავებს რომ მე სიტყვა გავდე რომ რამდენიმე დღეში იქნება ნორმალურად ყველაფერი თუ $1,200,000 თავის ბიუჯეტიდან იხარჯება იმ ხანების ოჯახებს, ხო?
ეს თარგის 10%, 20% რომ დაიხვა მიცე პატრულს და სხვა პოლიციელებს, რომ ნაკონიკა რომ განონი იმუშაოს და ნორმალური სიტუაცია იყოს. ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობა ვინ ჯანსაღი აზრით არიან, ის ხალხი აქტიურად შეიძლება ჩართული ვიყოთ ამ საქმეში, მე გეუბნები, რომ რამდენიმე დღეში, ერთი დღეში, ორი დღეში დავასრულოთ ეს საქმე. თუ იქნება სული. მეც ვიყავი რაიონის ხელმძღვანელი და ჩვენ ვიცით რა, თუ რომელიმე სოფლებში იყო რაღაცა პრობლემა, უცბად ოპერატიულად მივდიოდით და ხალხთან შეხებდა, მე დაინტერესდებოდით რა, რატო ხდება ესე და რა არის როგორ არის. და 10 წელზე მეტი შეიძლება 100 ტონამდე ჰეროინზე მედია გაღიდული და მთელი სოფლიო აზერბაიჯანის ტელევიზია ლაპარაკობს კონიჭად, თურქეთი ლაპარაკობს, ევროპა ლაპარაკობს, მარტო საქართველოს ჩუმად. და მთელი სოფლიო ლაპარაკობს რომ კონიჭადაში რა ხდება. როცა სამართლის სიტუაცია და ასარში სიტუაცია მე კიდევ როგორც ჩემს სამშობლოს პატრიოტი, როგორც სპორტსმენი კაცი, მინდა კიდევ მომავალ გავაკეთოს განცხადება, რომ ასე არ შეიძლება. იმიტომ რომ ხალხი სხვანაირად ფიქრობს და სხვანაირად ლაპარაკობს. Ну, я тоже как родители, так все переживаю, на что-то команда, что творится. Короче, я 4 года назад я хотел частную терапию действия против этого. Я одного молодежи поймал, который все время там находится, в бирже. Потому что мы отстойно смотрим, не знаем, кто покупает, кто продает. А эта молодежь хорошо знает. Я его заинтересовал немножко денежным награждением. И он мне список сделал, кто торгует селением. 6 человек, я список взял и прямо назвал с нагреванием туда отдал. Ну, короче, через несколько времени я с ним опять встречал, что сделали. Они мне на компьютере показывали, что они поставили на систему, кто торгует. Ну, давайте, этот молодой парень должен помогать нас поймать его и на суде должен стоять на него. А этот молодой парень на это не пошел. Ну, время прошло, из 6 человек один сам, оказывается, сам уколился, он умер. Когда я это узнал, этот список, я пошел, нашим языком его, сказал родителям, чтобы твой сын колется, не колется продает, а я не знал, что он колется. Через 3 месяца это парень умер, 20 лет ребенок. Одного поймали, 3 года где-то прошел, 3 месяца назад я кармане встретил наши сотрудники, это полиция, знакомый, да. Я говорю, друг, ну как там, почему один умер, один поймали, а 4 человека ходят, почему, я говорю, сам главный 100 человек, ну я их не буду назвать. Почему нельзя говорить? Говорит, он на нас работает, помогает, что поймать. Слушай, за 4 года один сам умер, одного человека поймали. Я думаю, наше государство, на этого проблема, по наркоманию, очень мягкая позиция у них. Я вот прошу от вас, давай, вот в конце конференции собираем подпись обращение парламента, чтобы приняли в законе новые жесткие законы. Как в Иране, ну конечно, там каждый месяц повешивание идет на счет наркомания. Не надо столько, но жесткая позиция нужна. Вот еще одна вещь добавлю. Вот где тбилиси кончается, вот через Московский проспект, наше селение начинается. Оттуда мой дорога есть, которую я на огороде работаю. Каждый день туда иду по городу. Каждый день 10 человек можно поймать. Машина стоит, вот перед моим глазом идет, там покрышка стоит. Внутри один человек остановил, машина пошел на дорогу, там что-то взял ушел. Я его глазам вижу. Если этот наркоманию свою вот этой, как сказать, разведку, там поставят или чумати камера,
Соответственно, можно 10 человек погибли. Ну и изолировать можно. Просто государство не работает. Один раз приняли мягкий канун, который маршрутами можно курить. А это еще дает дорогу, открывает дорогу на это преступление. Каждый наркоман потенциальный преступник. Так что в конце конференции давай примем маленький документ, который подписал обращение в парламент, чтобы в законе сделано изменения немножко жесткие, пожалуйста. Извините.
მადლობა ყურადღებისათვის. შაბან კულიტოსული ისე იქნება ეს სიმღერა. ხოდა პირველად ამით გამიცა რომ საქართველოში დაიწყო აზერბაიჯანის დიდი ინტეგრაცია საქართველოში. ხოდა ეს ჩვენთვის მაგალითია. დიდი მადლობა ყველას გასაფრთხილად მოვიდა განადა ჩვენ მეგობრები არაჯალაი და მოვიდა მანული და მოვიდა ხალხისა მე ხალხი დარჩენ განეთი იმიტომ რომ ვერ შემოვიდნენ გზებია დაგეთილი ფიქრობ რომ მომავალ ჩვენი შეხვედრებზე უფრო მეტი ხალხი იქნება უფრო აქტიური იქნებიან ჩვენები და დიდი მადლობა ყველასთვის. საფრთხელი ხوارა გახახოვა ვინმე თუ ხოლმე ყველას მოადა ჩვენ იმიტომ ეს ინიციატივა, ეს აქტიურობა, რაც აქვს ფაზის და მის მეგობრებს, რომ ეს ნელა გადავიტანოთ პრაქტიკულ მოქმედებაში. აი თემატურად ვის რა აინტერესებს, ვის რა აწუხებს, ვის სად შეუძლია იყოს აქტიური, ვისაც შეუძლია იყოს ესე ვთქვათ კონდეს ინიციატივა რაღაცა გაწუხებს, რაღაცა გინდათ განვითარდეს, რაღაცა პრობლემაა სერიოზული, ესეც საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ და ჩვენ მოგვეცემა საშუალება რომ ხელისუფლებასთან მივიტანოთ სწორედ ეს ყველაფერი და დაიწყოს სწორი კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ეხლა როდესაც რაღაცა საუბრობთ სტრატეგიებზე თუ რაღაცა სამოქმედო გეგმა ხელისუფლების ყველგან ფიქსირდება რომ საზოგადოებასთან ფაზე მახსენდა ეს რომ ჩვენ სულ გქონდა კონტაქტი როცა რაიონში მუშაობდი და ხელმძღვანელობდი ეს კომუნიკაცია საზოგადოებრივი არის აუცილებელი და ჩვენთვის ეხლა აი ეს პოზიცია ქართულ-აზერბაიჯანური ურთიერთობის დაახლოება და ძალიან ცეკვეთ კარგი ნიშანდობლივი მომენტია ჩვენდა ფაზებმა აი სიმღერა ძალიან ბევრი დაინტერესა, ძალიან ბევრი მიხვდა დოზა ინტეგრაციის დოზა ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საზოგადოებაში გვარით აზერბაიჯანელი იქნება თუ ნებისმიერი სხვა გვარის საქართველოში არ დაბადებული ადამიანი ბოლომდე როიტყვიან შეისის ფორცებს აქაურობას და მე მაგალითად ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრები საფრთხეს ვიწევდა რაღაც ერთად მისვენებდით თუ საფრთხეს ვიყავით ყოველთვის ხაზგასმული იძახდა რომ ჩვენ ვართ აზერბაიჯანელები საქართველოდან ეს მათთვის ეს მათ სიტყვაში განსაკუთრებულს ნიშნავდა და ოშურის მე ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი აზერბაიჯანის მოქალაქე აზერბაიჯანში მაცხოვრებელი და იქაურები ჩვენი აზერბაიჯანელები განსხვავდებიან მაგრამ ეს სხვა სოციუმია თბილისელი აზერბაიჯანელების მარტივების სხვა სოციუმია სხვანაირი ესე თქვა შესაძლებლობებია განხილვა აი ეს ნიჭიერება კიდევ გამოჩნდა ხო ძალიან ბევრი იქნება ისეთი თუ იქნება ინტეგრაცია ძალიან ბევრი იმიტომ რომ თავის დროზე როდესაც ეს ინტეგრაცია დავით აღმაშენებელმა მოახდინა დღეს ძალიან ბევრი ქართული გვარი რომ ჩავიდა სიღრმეში აღმოაჩინა რომ მისი წინაპრები ხევჩაგები იყო ძალიან ბევრი ქართული ცნობილი გვარი და ძალიან ბევრი დარჩა ასე თქვა თავის იმაზე ძალიან მე ხაზახეთში რო ვიყავი მითხრეს რომ აი ჩვენი გადასაური ისინი იმათ უფრო კარგად იციან ეს ჩასახლებები და მე ფილმის გადაიღეს დმანიში გადაიღეს ფილმი აი ეს როა წყვის ისინი ქვის და ძალიან ბევრი ისეთი ასე თქვა ნიშანდობლივი მომენტი ფილმად გადაიღეს აჩვენეს და სულ იძახდნენ ხოლმე სხვათა შორის დმანიში ძალიან ბევრი ადამიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი სომხური გვარებით დადიოდნენ და იძახდნენ არა სომხები სომხური არ ვიცითო თავის დროზე ეს რელიგიური ისინი რომ მოძრაობდნენ ხოლმე და გადაიყვანეს თავის იმაზე ხო აი ჯერჯერა მოხდა რამოდენიმე ჩვენმა მეგობრებმა გენეტიკური ისიც კი გაიკეთა ქართული გვარით ეხლა გაიკეთა გენეტიკური ამიტომ ეხლა თქვა პოლიტიკოსებს ძალიან ცნობილი ადამიანები და მათ სიცხში აღმოჩნდა ნახევარი ტივჩაპური 36-39% და თქვა ხო ჩვენ ვართ აი
ხალხის შთანხმება. მოკლედ აქ გარკვეულ ადგილებში მოხდა ესე შერწყმა ლამაზად და იქ სადაც ეს არ არის, ხო არავის მის ასეთქო ეთნიკურობას და ისტორიას არავის მით უმეტეს საქართველოში ეს საუკუნეების მანძილზე იყო. დაახლოებით თუნდაც ებრაელები თელ მსოფლიოში ესენი ვერ ცნობდნენ თავს კარგად, არასაღამე ნოსტალგია და ის არა, მაგრამ აქედან მოუწიათ წასვლა, მაგრამ ქართველი ებრაელები დარჩნენ ქართველ ებრაელებად, ქართულად აკადემიურ ქორწინებს. თავის კი ებრაელები არიან, ვერ წარსულს და ჯერ ებრაელია იძახის, მაგრამ ეს ქართული ებრაელები საქართველოში ეს ტოლერანტობის თემა ყოველთვის იყო. და ეს არის თავი ესე ვთქვათ სწორი ხაზი დღეს გასატარებელი, რომ ეს ბარიერები იყოს მოხსნილი ურთიერთობაში და ნარკომანიაზე რატო გამახვილდა ყურადღება, ეს არის ერთ-ერთი მძიმე თემა, რომელიც უბრალოდ აშორებს და გაბრაზებულია, ყველამ ერთმა დაიფაროს, მაგრამ ქართულ ოჯახში თუ ვიღაცას პრობლემა შეექმნა და ამან გაიგო, რომ ქონიჩავაში ის დარბოდა ეს და იღებდა, ხო, რაღაც ესეთი ანტაგონისტური უჩნდება და ამას განიცდის ფაზების და ძალიან ბევრი ნორმალური ინტელიგენცია აზერბაიჯანში. მაგრამ ესეც ერთ-ერთი სერიოზული ხაზია. მოდი ჩვენ ახლა ყველა შეგიძლიათ გამოთქვათ აზრი, მომავალში რა ფორმატი უნდა შეიძინოს აი ამ ურთიერთობა, რა ღონისძიება უნდა ჩვენ არ გვინდა ღონისძიება ღონისძიებისთვის. ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებრივი აზრი შეიქმნას და ნელ-ნელა დაიწყოს ამაზე ფიქრი. პოლიტიკაში ძალიან ბევრი რამე იცვლება და კიდევ ძალიან ბევრი შეიცვლება. ეხლა ჩაქოლეთ რომ არის ცვლილებების დრო. ეხლა უნდა მოხდეს სწორი გადაწყობა. და იგივე ქვემო ქართლი, აი მოგადის ახსოვს ეხლა თუ იყო ავანგარდი, თუ ლიდერი იყო, მოგადის ახსოვს, თუ ლიდერი იყო და გამორჩეული იყო, მე თავისუფლებას მაშინელი გუბერნატორი ხშირად გამოდიოდა მეცნიერებდა გამოსვლა, ხო და თუ რაღაც სამაგალითო იყო ქვემო ქართლი, ეს არ არის აბსოლუტურად ესე. არც პოტენციალით, არც შესაძლებლობით, არც რაღაცა წარმოებით, არც რაღაცა ცხოვრების დონით, მაგრამ აქაც გულშემატკივრობთ ჩვენ ყველანი ამ სიტუაციას, რომ ქართულ აზერბაიჯანულმა აი ამ სიახლოვემ და აი ამ გულშემატკივრობმა პოზიციამ და აამოქმედოს ის პოტენციალი და გაწმუნდით მე ძალიან ცნობილი ადამიანები, ვინც დამინისტრალები არიან და იციან, პირდაპირ იძახიან სოფლის მეურნეობა კახეთი და ქვემო ქართლი. და მე დაგარჩენ. კი ყველა პოტენციალი, მაგრამ კახეთი და ქვემო ქართლის დონე, ასადა კახეთი ვითარდება. მე ვენახეობაც, მეხილეობაც, ქვემო ქართლში არ ვითარდება თუ რა. ინფრასტრუქტურა ყველაფერი. ხანდახან ვიძახით, გადახდა ის გზები, ისინი იმაში კახეთში უკვე ნახევარი გზები და დასავლეთზე არ გამიძახა, დასავლეთი გაჭრილია, ხო? აი მაჩანჩალობის იმიდან მე დიდი სურვილია რომ გამოვიყვანოთ ეს რეგიონი, ამას ჭირდება ერთობლივი, ასე ვთქვათ, მამაკაცი პოზიცია. მე რომ ამაზე ვლაპარაკობ, მე მინდა რომ ჩემი ქართველი და აზერბაიჯანელი და სოფელი ცხოვრობენ, სომეხი მეგობრები ყველანი ერთად გახდნენ გულშემატკივრები. დრო მოდის რომ მაქსიმუმი შესაძლებლობები უნდა იყოს სწორედ გამოყენებული. ვინაიდან ჩვენ უბრალოდ ეს შეფერდა სადაც იყო დისკუსია იმაზე რომ საქართველოში მაცხოვრებელი საქართველოს ეთნიკურად ერთობლივი სივრცეების წევრების ამ აზერბაიჯანელის ინტეგრაცია ამაზე უკვე ჩვენ გვქონდა საუბარი დღეს უკვე როგორც ხედავთ დაამატა ამას ერთ-ერთი მძიმე სერი რომელსაც ქვია ნარკომანია ეს არის ძალიან მძიმე სერი მე როგორც საერთო სასამართლოების სისტემაში მომუშავე ერთ-ერთი ვიდონება და მე ხშირად მაგ შეხება ამ სასამართლოს კომიტეტს შეიძლება ითქვას ყოველდღე. თამიდა გითხრათ რომ არ არსებობს დღეს რომ სახალხო სასამართლოში მაგალითად რო ავიღოთ არ გაიმართოს სხდომა სადაც არის სისხლისამართლის 260 წუთით გამართული სხდომა. ანუ სამწუხაროდ ძალიან ბევრია ესეთი სხდომები და ასე ვთქვათ აზერბაიჯანელზე არის ნარკომი რომ არის აზერბაიჯანელები არიან, ფუნჯარელები არიან და თვითონ სახელი ვიხდება. არა მე ვფიქრობ ეს არის საერთო კივილი თემის საქართველოს, არა მარტო ეთნიკურად უმცირესობის ამ დემოკრატიის ამ პოლიტიკის.
ამიტომ ამისათვის საჭიროა რაღაც გამოსავალებლად მოინახოს სახელმწიფო მთავრობა. ვფიქრობ გააკეთეს ეს ქრისამოსის დორასწრებამოსერ მოხლის მეექვსე ნაწილის აფერმოსი იყო რუისა როცლამდე შეძლებს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვაზე იყო ანუ უახლოოდ თავისუფლებას აკეთა. ეს უფრო კიდევ ასე რომ ვთქვა გასაღებამდე უფრო დიდი საზრდია, სადაც უკვე 14-დან 20-მდე ანუ უახლოოდ თავისუფლებას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პიროვნებები, რომლებმაც მოიხადეს საზრდიები საჯარიმო დაწესებულებაში, საკმაოდ დიდი საზრდიები, მაგრამ ისინი სამწუხაროდ ისე ბრუნდებიან და ისე ხდებიან ამ გზის ასე რომ ვთქვათ და უფრო დიდი მსხვერპლი არიან ის ბატონო ხაზებმაც აღნიშნა რომ დინარის დინება უნდა შეაჩეროს დასაწყისიდან არა ბოლოში უნდა ისინი დინარის ამიტომ ეს არის გამოსასწორებელი და ეს ახალგაზრდები იწამლებიან ჩვენ ყველას ოჯახით ბავშვები ყავს და არ უნდა რომ ესე გაგრძელდეს ანუ უნდა მოხდეს რაღაცით ამის აღება უნდა მოხდეს ამ პატიმრების რესოციალიზაცია რეაბილიტაცია უნდა მოხდეს ჯანსაღწევებაში უნდა დაბრუნდნენ თავისათვის უნდა ყველა გოგო უნდა მოიხმაროს სახელმწიფო მთავრობა მაგრამ უჩას ძალიან მნიშვნელოვანია პრევენცია ყოველთვის დახმარება საუბარია რაც ინასწორ და ამიტომ რაღაცის თუნდაც მოთხოვნას ან გამკაცრებას უნდა მიდალვა საზოგადოებრივი რომ ალაპარაკი ამაზე რომ მე არ იყო პრეტენზიები იგივე ოჯახებიდან იგივე პატიმრებიდან უნდა იყოს გასაგები რატო არა და თუნდაც ის სახელმწიფო რაღაც მომენტი სულ ნარკოტიკების სულ მოხმარება გამოყენება ლოიალური გახდა რაღაც მომენტში და ეხლა მიზანი გამერო არ არის ესე სინამდვილეში არანაირი სულ ნარკოტიკი არ არის ეს არის კატასტროფა განსაკუთრებით ტვინისთვის რომელიც გაბოლ ჩაციკლას აწევს ეს ექიმი ჩაფალეს და ხალხს მიიღებს დიაგნოსტიკებას უწევდა უმეტესობა ვინც მოდის ახალგაზრდა ძალიან კაციანად უმეტესობა ეწევა მას და გონია ყველაფერს სულ ნარკოტიკი და ეს იწვევს კატასტროფულ შედეგებს ადამიანში შეიძლება არ გადავიდეს მძიმე ნარკომანიაში ჩაციკლას აწევს და ეს ადამიანები ვერ მრავლდებიან ვერ ქმნიან ოჯახებს ვერ მუშაობენ სოციალიზებულები არ არიან წლებიან რეალურად ამიტომ აი ეს საზოგადოებრივი ერთმანეთთან და საზოგადოებრივი მუშაობა ხალხთან თუნდაც კავშირის გამკაცრებამდე არის აუცილებელი თემატიკა და თუ ამაში სახელმწიფო გაგვიდგება პროგრამულად თუნდაც რომ ერთი საუბრები ან რაღაცა ცენტრები გაიხსნა სადაც ფსიქოლოგი, ექიმი, ნარკოლოგი, ყველგან კონსილიუმი ექიმების იქნება და იქნება თუნდაც აი პრობლემები ავტორიტეტებთან, ახსაკალებთან ურთიერთობა და ცოდნის მიცემა, რომ ეს ხალხი შევიდეს ეს სუნდები, ეს ძალიან საჭირო იქნება და თავისთავად წარმოდგენილი გამკაცრებები ყველა ამის შემოგვიდგება დაფიქრება. ეს უკვე მეორე მონიციპალიტეტი არის, რომელსაც თანაბარდა მე დიდი ამონები ვერები და სამწები საინტერესო რაღაცები შეგვიძლია გამოყოფით შეგვიძლია. მეორე შეხვედრის გამოსვლებიდან ერთი დასკვნა გამოვიდა ჩემთვის რომ და თქვენს კარგად იცით რომ ყველაფერს პოლიტიკური ნება ჭირდება რა. თუ პოლიტიკური ნება არის ახლა გონია რომ მაინც ჩვენ ამ შეხვედრას ადრე არ ექნება კარგია რომ ჩვენ ხდებით და ვაბალიბებთ საერთო არსებულ პრობლემატიკას ერთ ჩარჩოებში და მე შეგვეძლება ამისი მიწოდება ხელისუფლებამდე და კარგია რომ გაიგრძნება თუ ისინი ჩვენ მოგვისმენ. ეს მდგომარეობით მე სამკირვალე საქართველოს ორგანიზაციის შემოღებილი ვარ და ამ ორგანიზაციის პარკებში ცდილობ პატარა პროექტები განხორციელო. სიმართლე გითხრათ თქვენ დღევანდელ თემასთან დაკავშირებით ნარკომანიასთან დაკავშირებით არც არაფერი გამიკეთებია, მაგრამ გეტყვით იმას რომ მე
დაუბრუნდა რუსეთიდან საქართველოში ნაკომანის ნაყოფიერებაში იმუშავე და ესე ვთქვათ ჩემი გაიარა ბევრმა რაღაცამ რისი ესე ვთქვათ მოწმეც გავხდირა და საქმე იქამდე მივიდა რომ მე წარმოიდგინეთ რომ თავაზობდა რომ მარნეულისგან ნაკომანის ნაყოფიერების უფროსი სამსახურია მაგრამ მე ani mi შეთავაზების შემდეგ პატარა დავწერე სიტუაცია არის მოსატონი, არის კარგი, ეს იყო დიდი ხნის წინ, მაშინ ერთიდეთ ედუარდ შევარდაძე იყო ხელისუფლებაში და იქიდან გამომდინარე და დღეს მდგომარეობით გახსოვდი იდეებით ხდება, მაგრამ რაც არ უნდა გავაკეთოთ. იქვა რომ 1200 პატიმარი არის და შეიძლება მეტიც არის. ჩვენ ჯერ არ ვიცით ხო სტატისტიკურად, მაგრამ ამასაც პოლიტიკური ნება ჭირდება რა. ეხლა ვერავინ ვერ გამართულებს მე რომ იცით რა ხელისუფლებაში არავინ არ არის რა. სასაფლაოზე მივდივარ და პოლიციელები იქ დადიან და ჩვენ გვაჩერებენ და რეალურად ის რაღაცა სულს ჩადის მაგათ არც არ უნდა. ესე პირდაპირ და რამოდენიმეჯერ გავჩერები ვარ და შეუძლია და მეცინებოდა ახალი არა პროცესს. ეხლა ვინაიდან ეს ყველაფერი სახალხო ხდება ჩვენი შეხვედრები და ის მდგომარეობით მე როგორ ხედავ სიტუაცია ისეთი საქართველოში რომ რაღაცა სიახლოვეს იქო ხო ფიქრობ რომ ახალი პლატფორმების შექმნა აი ზუსტად მიზან შეწონილი არის რა ხოდა თქვენი ხო არის პარტიის ფარგლებში აქეთ ამას ამბობთ როგორ არის მაგრამ თვლი რომ ახალი პლატფორმების შექმნა საჭიროა იმიტომ რომ გრძნობს რომ ბევრი სივრცე ესე ვთქვათ ცარიელდება და იმ სივრცეების შესაძლებლად ხო ეს პატარა ღონისძიებები კარგი არის რომ სამომავლოდ გავაფართოვოთ ესე ვთქვი და ალბათ რაიონში თუ გახდეთ რა 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების შედეგად საქართველოში 233,000 აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომელთაც ზოგადად 6.3% შეადგენს მოსახლეობას. და კეთილ რაღაცას. ამბობ მოვლენებმა გვიჩვენეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარმატებული ახალგაზრდები გვყავს, მაგრამ ზოგადად ჩვენ საქართველოში ცხოვრობ აზერბაიჯანელებთან მიმართებაში მაინც რაღაცა ისეთი ძალიან პასიური ესეძავარ ბილად მიდგომები მაინც არის. რისიც დამადასტურებელი იყო ის, რომ ჩვენახევრის წინ გადაიღო ვარში გოგონა, რომელსაც ერთი მაშველი, სამაშველო ჯგუფიც არის ყოველდღე 1-2 კაცი ჯგუფი დავარქვათ რა, ჯგუფი ზოგადად 3 კაციდან შედგება, მაგრამ იქ დავინახე ვოლსა და ერთი კაცი, ალბათ მეორეც ყავდა რა ის ვინც აფარებს. წარმოიდგინეთ რომ თუ არა ის მანქანა რომელიც ჩავარდა ნუ ალბათ იმ გუგლს ალბათ არც ამოიყვანონ და არც ძებნასაც არ აგრძელებდნენ. ხოდა ეს არის იმის დამადასტურებელი ის რომ საქართველოს ცხოვრება აზერბაიჯანელთან დაკავშირებით ინტერესი აკლები არის რა. ხოდა წარმოიდგინეთ რომ ეს 233,000 ამორჩეული და მე პარალელი გამყავს რა. იმიტომ რომ ეს ფაქტი ძალიან ცუდი ფაქტი არის და ამაზე უკვე ლაპარაკობს ხარ და რაიონებში. იმიტომ რომ მე ეს მუდმივი კონტაქტი ხალხთან ამიზაკი ძალიან სამაგიეროდ ისეთ აქტიურ პიროვნებებთან რომლებიც სერიოზულად ქმნიან ამის რაიონში. ხო? და ეგინიც უკვე ალაპარაკდნენ. ეგენი ეს ჩემი მეგობრები არ არიან ოპოზიციონერები და ისე. ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებმაც ეს ფაქტი ამას სერიოზულად ხაზი გაუსვეს, რომ უკვე ამაზე ლაპარაკი დაიწყეს, რომ აი თურმე ესეთი რაღაცა შეეძლო. რამაც ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო, მინდა ვკითხოთ გამიგე. ამიტომ ეს მომენტი შეიძლება ვიღაცებმაც
ცუდად გამოიყენოს, მაგრამ თუ კი თქვენ გაქვთ ესეთი ისე ვთქვათ სურვილები, რომ ხალხის უფლებები დაიცვათ, ხო? რადგან ის დრო არის, რომ სახალხო ხელისუფლების დასახელებით რამე პლატფორმას შეიქმნას. მე მაგალითად ამ წინადადებას შემოთავაზებ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი შეხვედრების დედაასი არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად ყველანი და მდგრადად ვიყოთ და გაიარჩიოთ ამ სიტუაციების პერიოდში ასულაპარაკებს და რეალობის საქმე დავიწყოთ. რეალობა არის ისეთი, რომ ჩვენ ყველანი პოსტსაბჭოური გარემოს წევრები ვართ. ბევრი ტრაგედია და ბევრი ესეთი ფორმაციის სვლა გამიდეს ჩვენზე და განემტკინებლად ვიღებთ ყველაზე მეტად შინორი დათვა მიიღო კავკასიამ და ბალკანეთმა. მოგეხსენებათ. ამიტომ ის ძველი მიზნები, რომელიც ჩვენ გვქონდა, ხო, ის ძველი ინერცია ეხლა ამ ახალ სამყაროში იცვლება და რომ ჩვენ გადავჭეთ, რომ ჩვენ გადავჭეთ როგორც ქართველები, ჩვენ გადავჭეთ როგორც აზერბაიჯანელები, ჩვენ გადავჭეთ როგორც სომხები, ჩეჩნები, ვინც ვართ ყველანი ესე და ვართ ვიჩვიდოთ. ამიტომ ვიდა ზუსტად ერთმანეთი კარგად დავიცნოთ, ერთად ვიდგეთ, რომ თუნდაც ჩვენ საზოგადოებაში დანაშაულების შემთხვევაში მაგალითად არის მომენტი, როცა ადრე გაცხოვებზე მოტაცების თემატიკებია და იქ ძალიან ფრთხილობს სახელმწიფო ან ძალიან კაცად იქცევა და ამიტომ ვფიქრობ ეს დაშორება გახლექვა ზუსტად აკეთებს იმას, რომ არ ვიცნოთ ჩვენივე მოწმეს და არ ვიცნოთ კარგად და ერთად არავარ საერთო წესებზე შეთანხმებული. კი გვაქვს ჩვენ კონსტიტუცია, მაგრამ დაუწერელი წესები ერთმანეთს ურთიერთობა და თუნდაც დაუწერელი წესები ერთ სახელმწიფოში არსებობის სახელმწიფოები ხედვარო არ აქვს, ხო? ამიტომ თუნდაც დანაშაულის დონეზეც მერე პრობლემატიკას იძლევა რა. და ეს პრობლემა მერე უწყავს დაწყებული ოჯახის წევრიდან დამყარებულ სამხედრო განწყობას. ამიტომ დრო არის მოსული, რომ მოხდეს აი ზუსტად იმ სულიერი ლიდერები დავარქვათ, აღსაყალები დავარქვათ, უამოსაკითხი ხალხი, ინტელიგენცია, ადამიანები, რომელსაც რაღაცა ერქმით და რაღაც გამოცდილება, საშუალო ასაკის ზემოთ ადამიანები, თუნდაც ხო ახალგაზრდობის მოსმენა და შემდეგ რომ დრო არის შევჯერდეთ რაღაც საზოგადოებრივ წესებზე, დაუწერელ წესებზე, ურთიერთობის აღდგენას და პროგრამებს, თუნდაც ჩვენ ვებზოლით ბევრი რას მოუშალეთ ჩვენში, რაც ეხლა არ მოხდოს პროგრამებში ახალგაზრდა უაღრესო საკუთარ ხალხს ის დანაშაული, ჩვენ დანაშაული, ჩვენ ეს საზოგადოების მიზნები და განათლების სისტემიდან მოყოლებული პოლიტიკური სისტემის დამყარებული ყველგან ამ კულტივაცია გავაკეთეთ და ეხლა რომ ეს მოგიბრუნდა და უერთმანეთის პატივისცემა აღარ არის და კუჩებში უერთმანეთის შემართება და უკვე არ მოგწონს და ამიტომ როცა ვიზეზი რაც არის და ვიზეზი მუშაობ, აი ზუსტად ამ ვიზების გამოსასწორებლად მეტი დაახლოება ჩვენ შორის და საერთო სახში როცა ვართ, საერთო წესებზე მოვილაპარაკოთ და დაუწერელი კანონები და ზუსტად აი საზოგადოება თუ იცავს ამას და საზოგადოებამ და ამ საზოგადოებაში აი უამოსაკითხ ფენამ უნდა გამოიღვიძოს, რომ ზუსტად დამკვეთი გახდეს სახელმწიფოსთვის და მთავრობისთვის. მთავრობა უნდა იყოს ესეთ ჩვენი მომსახურე პერსონალი, ხო და ამიტომ დავიწყოთ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. არავინ არ განწყობ, არავის არ ვეჩხუბოთ და საქმიანი პროდუქტი შევქმნათ, რომ უთხრათ, რომ ჩვენ გვინდა ესეთი ცხოვრება, ჩვენ არ გვინდა რაღაც სიტულები, ჩვენ გვინდა მოზრდილი და ჩვენ გავხდეთ დამკვეთი ამ ყველაფრის. განირჩევათ ეხლა ეს ბერძენი ვარ, აზერბაიჯანელი ვარ, ქართველი ვარ თუ რა ვარ. თუ ვთხოვთ ერთ სახში, იქ აღარ არის აზერბაიჯანელი ქართველი ის არის და ის არის ოჯახის წევრი. უცხოელ სამეზობლოში, ისეთ სამეზობლოში გავიზარდეთ და ყველა იყო იქ და ამიტომ იმეთი არ ვასწავლეთ, ეს აზერბაიჯანელია, მეორე ქართული ვასწავლეთ, ორი განსხვავება ჰქონდა რა, ერთი არის კაი ადამიანი, მეორე ცუდი ადამიანი და შენ თუ ცუდი ხარ და გინდა ჩემი გვარი ხო, გინდა ბაგრატიონების გვარი არაფერში არ ჭირდები, თუ აქ მეზობლად არ გამოგდები, კაი ძმად არ გამოგდები, მეგობრა, კლასელად და ასე რომ ხალხმა ის კომპლექსები, რომლებიც არის ჩვენში, რომელიც ის პროექტი არის რაღაცა, ეს არის მცირეების კომპლექსების სიტულები და პროექტო. ზოგიერთი არის კოლონიალური ფსიქოლოგია, რომელიც ჩვენში ჩაიძდა და კოლონიალური ფსიქოლოგიის გამო ყველა სულ დაპირისპირებას, დაჯახებას ერთმანეთთან და ესე მართვას
მეგონი ჩვენ გავიარეთ, ერთად გავიარეთ, საუკუნეებზე აღარ ვარ, თუნდაც 60 წელი გავიარეთ ერთად და გვეთქვი ჩვენ საქმეები, თუნდაც აი ბოლო პერიოდი გამოვიარეთ 40 წლებში, გვეთქვი საქმეები, რომ ჩვენ გვინდა ნორმალური კარგი ცხოვრება და ამისთვის ამ ცხოვრებას პირველად მოწესრიგე უნდა ცხოვრება. როგორც დაწერილი, ისევე დაუწერელი კანონები ერთმანეთის და ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთის საზოგადოებრივი და შიშის მოხსნა, დემონიზაცია რაღაცის, თუნდაც აზერბაიჯანელები, აფხონჯანელები რაღაც ბატონებები არიან, ან ჩვენები მაგალითად რაღაცები არიან კიდე და ამიტომ აი ამ დაბიჯებს ემსახურებით, დავხვეწოთ ნეონაციის ურთიერთობები, გავძლიერდეთ. აქ ეხლა არანაირი პარტიის სახელით არ გამოვიდეს ჩვენ, ეს არის სიტუაცია, რომელიც გავინახეთ ეს წლები, ვცდილობთ გავაერთიანოთ საზოგადოება, ვეძებთ ადამიანებს, რომელსაც ნიჭი უნარი და რომელსაც შეუძლიათ ერთმანეთთან თანამშრომლობა, რომ შეხვედრებზე არ ეთქუბებენ ერთმანეთს და ამიტომ ჩვენი ერთობა, ხო, ის კულტურა, თუნდაც რომელიც წინა შეხვედრა ჩატარდა, ის ურთიერთობა, რომელიც დღეს ვიყურებთ, როგორც გვინდის და როგორც უსმენთ, როგორც ერთმანეთს პატივისცემთ, ხო, ეს იმდენად გადამდები მუხტია, რომელიც გააყავს იგივე ქართულ საზოგადოებას, აზერბაიჯანელებს, კავკასიელებს, ჩვენ ვიყოთ კარგის მაჩვენებლები, კარგის მიმსწრებელი და კარგი მაგალითის და დანარჩენი ყველაფერი ჩვენ მოვა, თავრობაც მოვა, ბაღლამენიც მოვა, ხიდები გაიზარდა ადამიანური და ამიტომ ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ საერთოდ და ადამიანობა. ამაზე მეტი ვერაფერს ვერ ვიზავთ რა. არანაირი მარტო რაღაც ეს ჩვენ ვართ მაგრამ ისინი ვართ ეს არ გვინდა, ამან დაგვიყვა ჩვენ 40 წელიწად ომებში ამის გამო და გავწყვიტ ყველა ინტერესზე ვერ დავდეთ და ყველა ვიცი. ამიტომ აი ამას ვიმსახურებით და იმიტომ ვიცოდეთ რომ ყველა თქვენი ასეთი, ყველა თქვენი სურვილი თანამშრომლობის ვფიქრობ რომ ამ ბაზილი ამ რომელი აცინა ან ბარასალს. შეიძლება ისეთი ინიციატივა თქვენგან წარმოვიდეს, რომ ჩვენ ვერც მივხვდეთ რომ თქვენი ადგილებზე ხართ, იკიცით რა არის და რეალობა რაც არის. და ამ რეალობას რა უნდა უშუალოდ, რა უნდა უწავლოთ უყურებთ და თუ ამ ურთიერთობას აქ შევსწრებთ ჩვენ სამშობლოში გაკეთებას, მაშინ იგივე აზერბაიჯანში მცხოვრები ვინც არის ქართველები, მაგრამ იმათაც პრობლემები აქვს თავისი. კარგის მაგალითს მიცემთ და არ გადაგმოგვიყვებით. იგივე ჩვენთვის თურქეთში მაცხოვრებლები და ისეთი ხიდები გარიდება საურთიერთობო, რომ არანაირი რაღაცა ხიშტი და იარაღი და უბედურება აღარ იქნება ხალხოსატივო და ცივილიზებულად როგორც მაღალ განვითარებულ ცივილიზაციებს და ადამიანებს ისე გადავწყვეტ ხოლმე რა სიტუაციებს პროგნოზირებული იქნება. ასე რომ აი ამ პროცესში გიპარჯებით ყველას რა. არვიენეს სული გამოწვის. Vārdā evidēti replika uzskats nacionāla mobilācijas kampaņas aitašuma metodām დაკავშირებით. Rasavalmos თვიცი მოხდა ეს უპირველეს შემთხვევა და ახალგაზრდა მოგო 40 წელიწადში წავში. ეს კიდე სამწუდის რაღაცა მოხდა და ეს არის უკვე თორა დისკრიმინაციის ნიშნები ჩაანაცვლა. ამის გარდა კიდე დაადასტურდა რომ ჩვენი პარლამენტში ვინარი ორი აზერბაიჯანელი დეპუტატი ისინი არიან მარიონეტები, ისინი არიან როგორც ვთქვათ ექსპონატები, როგორც მუზეუმში, ეს არ არის ხალხის არჩეული ადამიანები და ჩვენთვის არავინ არ არის. ხალხმა კიდე გაიგეს ყველაფერი და ამასაც კიდე ჩვენც როგორც პოლიტიკოსი განცხადებასაც გავაკეთეთ. Tanrıçuli rahatsa moğda gezakmemiz bazıma mübarikler adri ufro çoğda kartulenovan Azerbaycan'da iklen o zandevi tanadiyorebzi o Azerbaycan'da ekla Asşer daimada kartulenovan Azerbaycan'da Asşer asetkat şemşidza tanadiyorebzi Azerbaycan'da tanadiyorebzi biledi Mağda ori Gelevamos eksponati გვაქვს გუბერნიაში არ არის, რეგიონებში არ არის და ვართ ამ ორი მარიონეტის ხელში, როგორც წევარი. და ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე არ იყოს ნამდვილად ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, გვინდათ აქტიურად ვიყოთ ჩართული ყველაფერში, საქართველოს სამდიდრო ევროპას აღმშენებლობაში და
თავობას, რომ ასე არ შეიძლება გაგრძელება. ეს ძალიან ცუდია. რაც შეიძლება ნარკოტიკებზე, ბატონო, მე 10 წელზე მედია ვუშაობ ამ მიმართულებით და ვიცი, რთული თემა არ არის ესა. უბრალოდ პირველ რიგში უნდა შევაჩეროთ, გავაჩეროთ ეს როგორც გამიტარება, ხო? არ ყოფილ ახალი ნარკომანების უკვე ასე ვთქვათ, ასე გეცდება ნარკობარიგები, ხო? ბევრი რო გაგიდოს თავის პროდუქცია, ამას უნდა ახალ გაზები, ასე ვთქვათ, ბავშვები, ბევრი ბავშვი რო მივიდეს ამ რისკებზე, ხო? ეს უნდა იყოს ნარკომანი. იმიტომ ამას აძლევენ ეს ცენტრი ციგბილი, ამას ერთჯერ, ორჯერ, მესამეჯერ ჩვენ არ აძლევენ. და ამბობენ, თუ გინდა აი გაგიდე, იქიდან მოგება რაც დარჩება, შენთვის ნაგები. ხოლო ჩვენ იგი ჩვენ უნდა გავაჩერეთ ეს ყველაფერი. ჩვენ ვიცით ეს ვინ არის ნარკომანები, ჩვენ ვიცით რომ საიდან შემოდის ეს ყველაფერი. თუ ამის წინამდე იქნება რაღაცა ბრძოლა ან ნამდვილი ვისაუბროთ მუშაობა, ხო? ამის გაჩერება შეიძლება. ძალიან ცუდია რომ არაფერი არ გეცდება პრაქტიკულად და მე ასე ვფიქრობ რომ პოლიტიკა არის არჩეული ასე ვთქვათ ადგილი ხელოვნურად და ყველა ვიცით რომ იქ რას გეცდება. უბრალოდ პატრონი არ შემოდის სოფელში ნორმალურად და არ მუშაობს ადგილზე და ასე ვთქვათ უპატრონო. ძალიან საინტერესო თემები გამიხილეთ დღეს, მაგრამ ეს რო ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს ცოტა იყო რომ რაც შეიძლება განათლების სისტემათა აზერბაიჯანების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ეს ეხლამდელი გაცილებული არ არის. მაგრამ ოჩანი 98-ში მაღაზია მივიგეთ სამხარეებში მუშაობდი. პრეზიდენტის საფარაში თავრობის ხდომაზე მივიღეთ კანონი ქართულ სკოლებში ქართული ენის გავრცელებისა და გაძლიერების თაობაზე. ამაზე ზადაშენგა პრეზიდენტის საფარაში კომისიის თავმჯდომარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხალხში ბაღალთიან რაიონებში ახალგაზრდა ქართველები სკოლა დამთავრებული ქართველები დაიწყოს ქართველების სწავლება მაგალითად ძალაში, თეთრიწყაროში და მაგალითად გაყოფილი იყო 1 ჰექტარი მიწა, ძროხა, სახლი და დამატებით 100 ლარი ხელფასზე დამატება. სამწუხაროდ ეს მოხდა ასე, რომ ის 600 ლარი გაქრა. ერთ წელს შემდეგ ბადამნევანის ბრძოლის შედეგად დაბრუნდა 300. ესე იგი, ეს მოქმედება დაიწყო, თავისი შედეგი აიღო. რომ მთელი ქვეყნის ხარჯში არ მარტო აზერბაიჯანის სოფლებში, რუსული, სომხური სკოლებში, ვინც ასწავლეთ ახალგაზრდები, უკვე უსწორ უმაღლესში აბარებდნენ ქართველებს. კონკრეტულად ჩემთან მაშინ დირექტორთან მუშაობს, მაშინაც იყო. მაშინ ბატონ პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ გიბატონო, უნდა მიიღოს ეს კანონი, მაგრამ თავისი არახარჯული სკოლებში, არახარჯული მოსახლეობის თავისი ენის კულტურის შენარჩუნებით. და მაშინვე ადგილზე მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ სკოლაში მაშინ იყო სწავლობდა 2 საათის ქართული ენა. 1 საათი იკარგებოდა მასალები ვერ მოდიოდა, 1 საათი მასალები ქართული ისწავლა. ატესტაცი იძებოდა. იმ მასწავლებელს ფოტოშურის ყველა აზერბაიჯანული ისწავლის. დიახ.
Πατρονεύαλης Σατήλαβο, ვინც ასწავლის ქართველი აზერბაიჯანის სკოლებში, თვითონ უნდა იცოდეს აზერბაიჯანულად, იმიტომ ბავშვს უნდა გავაგებინოს რა უნდა. იმოქმედა, ძალიან კარგი შედეგი მოეწონა და ეხლა იმ გოგოები, იმ ბიჭები, რომელიც მენივე მასწავლებლობა, დღესაც პარტიაში მუშაობენ, სამი სოფელში. იმოქმედა, ეხლა ეს არ მოხდეს, მაგრამ ის ერთ-ერთი რაღაცა, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ, მიმართულებით ქართულ ენაზე, თავისი ენაზე, ეს არაფერი არ აქვს, თავისი ისტორია იცის, არც ისა, ფაქტიურად მანგოლი გამოდის. იმიტომ ის ჯულიანი კაცი, დიდი კაცი, შევალუნაზე, თავისი ლაბორატორიაში აჩვენა, რომ თავისი ენის არ დაემზადა კულტურის შემორჩენების იმ უნდა დარჩეს. რაც შეეხება ნარკომანი არის დღევანდელი გიპო, არა მარტო აზერბაიჯანელების, არა მარტო ქართველების, მთელი ჩვენი სამშობლოს. გიპო, რომელიც ექიმების ენით რო უთხრა, ბანანასლავია. იმ ბანანასლავს აცილებენ, აცილებენ, მოაცილებენ, ამას ვერ. ეს ქრონოლოგიაში არ გვხვდება. ამას დიდი ბრძოლა საჭიროა. ოჯახებიდან დაწყებული, თავისი მშობლებიდან დაწყებული, თავისი მოსახლეობიდან დაწყებული და მთავრობამდე. უნდა მიიღოს ესეთი მკაცრი კანონები, აი ვიდეო ადრე გამოვიდა, რომ ნარკომანი, ნარკოტიკის გამყიდველი იჯერებს, მე უშვებენ, აბატარა რაღაცა სასჯელი, იმას სასტიკი სასჯელი უნდა საჯურიო. იმიტომ ის გამოდის თავისი საქმიანობა ფულქონა, მაგრამ ბაზილო მარანიშა. ფულქონა არის, იმას ბიზნესი ეძახა. იმის თავზე, იმის მასზე დიაპაზონზე მარტო ის არის ბიზნესი. და იქით მხარე, ეროვნულობა, ოჯახებრივობა, იმას არ აინტერესებს. იმიტომ ახალი განმავლები, მე მგონი მთავრობა პარლამენტში ამაზე მუშაობენ. მე მგონი, გავიგებთ. დანარჩენი ურთიერთობა, განვითარება, აქედან იწყება ჩვენ თუ გავავათავოთ ის ბრძოლა, ის მუშაობა, მე მგონი შედეგი იქნება. უნდა გავაგებინოთ, უნდა ოჯახები თავისი ინიციატივით იქიდან უნდა დაიწყოს, რომ ეს ჩვენი მუშაობის შედეგი ჩანდეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.